როცა კლინიკაში ყველაფერი ზეპირა წყდება, მოქნილობაა თუ ქაოსი? ფაქტიურად ყველა კორპუსში არის გახსნილი სტომატოლოგიური კლინიკა, ხო? რეალურად ეს ფლობელები ძალიან დიდ თანხებს ხარჯავენ ამ რემონტებში, დანადგარებში, Facebook რეკლამებში და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის ერთი მიზეზის გამო, ხო? რომ რამენაირად პაციენტი მიიყვანოს ასე ვთქვათ, კლინიკის კართან. რეალობაში რა ხდება? კლინიკაში მისული პაციენტი იკარგება უკანა კარიდან. პირველი კითხვა, სად ვართ დღეს? გვინდა გავცეთ პასუხი კითხვა, სად ვართ? კლინიკურ ნაწილში ვართ ძალიან კარგად, შეიძლება ითქვას, რომ ყავს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ექიმები, სტომატოლოგიის დარგის ფაქტობრივად ყველა მიმართულებით, სერვისის მიმართულებით, ბიზნესის მართვის მიმართულებით და სისტემის მიმართულებით შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს ქაოსი. ძირითადი ასე ვთქვათ, კლინიკების მასა დამოკიდებული არის თვითონ ამ ექიმების კომპეტენციაზე, ხო? და ანუ ექიმები არიან ძირითადი ტრაფიკის გენერატორები ამ კლინიკაში. ბევრი კლინიკის დამფუძნებელი გვიყურებს. როგორ იწყება თქვენი თანამშრომლობა? ანუ რეალურად პრაქტიკაში რა შეეხმარებით? ჩვენ არ ვიხებით ამ შემთხვევაში კლინიკურ მხარეს, ხო? ვიხებით მხოლოდ ბიზნესის მხარეს. ამიტომ აი ორიოდი სიტყვით რომ შევაჯამოთ თვითონ თიგროულ საქმიანობა, ხო? ანუ პაციენტების რაოდენობა კლინიკაში საკმაოდ დიდია. კლინიკა არის კარგად აღჭურვილი, არის კვალიფიციური ექიმები, მაგრამ საბოლოო ჯამში თვის ბოლოს მოგებას დამფუძნებელი ვერ ხვდავდეს. ძირითადი მოთხოვნა მაინც რა არის კლინიკებისგან? ეს რაღაც უფრო რეპუტაციის შენება თუ ეს ერთჯერადი გაყიდვები უფრო ინტერესებთ? ხო, ძალიან კაი კითხვა. ეს სისტემაში ქაოსი რამდენად ახდენს და რამდენად არის ესეთი ფაქტები, რომ მოახდინოს გავლენა კლინიკურ მხარეზე. როგორც ხვდები ლოგიკურად, ანუ სულ რო გენიოსი ექიმი იყოს, ანუ არა ასე ვთქვათ ქაოტურ სისტემაში შესაძლოა რომ მანაც დაუშვას შეცდომა, ხო? აი მხოლოდ ერთი უბნის მაგალითი რო ავიღოთ, საბურთალოზე არის 155 სტომატოლოგიური კლინიკა. აი მხოლოდ ეს ციფრიც აჩვენებს რამდენად მაღალია კონკურენცია და პაციენტის დეფიციტია რეალურად ყველგან, ხო? ანუ იმიტომ ყველა ეძებს. აი მე თუ საუბრობთ ბევრ სისტემურ ხარვეზე, რა თქმა უნდა, ამ ტიპის ცდუნება ექიმს ყოველთვის ექნება, რომ ეძებოს ალტერნატიული კლინიკა, სადაც მის კლინიკურ მაღალ უნარებს უკეთ გამოაქვს. ერთ-ერთი ყველაზე ესეთი აქტუალური მიმართულება სამედიცინო ტურიზმში არის სტომატოლოგია, ხო? მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ამისთვის ჩამოდის ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ ხვდებათ ის სერვისი რეალურად აი ეს სრული ციკლი სამედიცინო ტურიზმის ხვდებათ საქართველოში და ზოგადად რეპუტაციული რისკი ხო არ არის ქვეყნის საქართველოში. მასალები, აღჭურვილობა, ინფრასტრუქტურა აბსოლუტურად შეესაბამება ყველა იმ სტანდარტს, რაზეც შეიძლება რომ პაციენტს ჰქონდეს მოთხოვნა. სხვა საქმეა სერვისის ნაწილი, აი რაზეც თავშიც ვილაპარაკეთ, რამდენად ახდენს კლინიკა სრულფასოვანი სერვისის მიწოდებას პაციენტისთვის, არ გულისხმობ კლინიკურ სერვისს. ყველა იმ სერვისს, რომელიც კაბინეტის გარეთ ხდება, ასე ვთქვათ. ჩვენ ბლიცს სხვათაშორის დავარქვი მწარე სიმართლე. საინტერესოა. ხო, რა თქმა უნდა, თემატური იქნება და რამოდენიმე კითხვა, რომელზეც ძალიან მოკლე პასუხები დაგვჭირდება. ინტერესო, რიგი დერეფანში. დატვირთვა თუ არასწორი დაგეგმვა. მაგ თემას ხო, ანუ ჩვენთან ასე მუშაობს წლებია, გამოცდილებაა თუ სტაგნაცია? სამწუხაროდ სტაგნაცია. ხარისხი იზომება თუ იგრძნობა? აი ასევე ძალიან მწარე სიმართლე, როცა გადავდივართ კითხვაზე, რომ კონკრეტულად რამდენია გავზომოთ ციფრით, რა თქმა უნდა, ციფრი არ არსებობს. ყველაზე საშიში სიტყვა ქართულ მენეჯმენტში? ყველაზე საშიში სიტყვა? ჩვენ შორის, ანუ K-Call-სა და Tigro-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი, ასე ვთქვათ, ერთობლივი ძალებით შევეცდებით სამედიცინო ასე ვთქვათ მენეჯმენტის გაკეთებას ქართულ ბაზარზე და რეალურად ყველა ეს გზა პაციენტის კლინიკამდე იწყება პირველი კონტაქტით, ხო? ანუ ეს იქნება დისტანციური კონტაქტი, ეს იქნება ზარით, ეს იქნება ჩატით, ეს იქნება ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ K-Call-ი ძალიან აქტიურად მიიღებს მონაწილეობას და K-Call-ის რეალურად საოპერაციო სიმძლავრეები და Tigro-ს ასე ვთქვათ სამედიცინო მენეჯმენტის გამოცდილება დაგვეხმარება რეალურად რომ ანუ საქართველოში შევცვალოთ ეს მიმართულება და შევცვალოთ ხარისხი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ წაწევს ზოგადად სერვისის მიმართულებას კლინიკებში და ასევე მოიზიდავს ძალიან ბევრ სამედიცინო ტურიზმს საქართველოში.